ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია დღეს კოალიცია ცვლილებისთვის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე იყვნენ ნიკა გვარამია, ზურა ჯაფარიძე და გიგა ლემონჯავა. მათი თქმით, კომუნიკაციისას ორ ქვეყანას შორის დაზიანებული ურთიერთობების აღდგენის შესაძლებლობაზე ილაპარაკეს. ოპოზიციონერები ამბობენ, რომ როცა საუბარია თუნდაც ამერიკელების ეკონომიკურ ინტერესზე საქართველოში, თანამშრომლობა შეუძლებელი იქნება იქამდე, ვიდრე ქვეყანაში დემოკრატია და კანონის უზენაესობა არ აღდგება. ამერიკელ პარტნიორებს ესმით აბსოლუტურად რეალობა, ასევე აფასებს საქართველოს ხალხის ბრძოლას, საქართველოს თავისუფლების, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, ჩვენი ღირსებისთვის, თვითონ ჩვენგანის პერსონალური თავისუფლებისთვის. ჩემი აზრით, გამორიცხულია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები დაალაგდნენ ივანიშვილის ტერმინით, რომ ვისაუბროთ რეჟიმთან ქართული ხალხის ინტერესების ხარჯზე. ეს არის გამორიცხული. ძალიან მიხარია, რომ მათ აქვს სრული ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. სხვათა შორის 26 მაისს გამართული აქცია ძალიან მნიშვნელოვანია კონტექსტში, რომ კიდევ ერთხელ ყველა როგორც რეჟიმი, ასევე ჩვენ ქართული ხალხი და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ხედავენ, რომ ქართული ხალხი აპირებს ბრძოლას გამარჯვებისთვის და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მთავარი არის ჩვენი გასაკეთებელი, ეს არის ქართული ხალხის ბრძოლა და ალიანსის სტრატეგია მასთან დაკავშირებით ერთი მხრივ ფართო მასშტაბიანი პროტესტის ორგანიზება, მეორე მხრივ საერთაშორისო წინააღმდეგ გაძლიერება რეჟიმზე და მესამე მხრივ სანდო პოლიტიკური ალტერნატივის შექმნა საქართველოს მოქალაქეებისთვის აუცილებლად მიგვიყვანს სასურველ შედეგად. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია საქართველოში 24 მაისს ჩამოვიდა. ამერიკულ მხარეს შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის რუსეთისა და კავკასიის საკითხთა ოფისის დირექტორი პიტერ ანდრეული, სახელმწიფო მდივნის აპარატიდან თანაშემწე საგანგებო საკითხებში ჩარლზ იოკი და საქართველოში ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი წარმოადგენენ. მათ შეხვედრები უკვე გამართეს ოპოზიციასთან, მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი კობახიძესთან, საგარეო საქმეთა სამინისტროში მაკა ბოჭორიშვილთან და საპატრიარქოში შიო მესამესა და სასულიერო პირებთან. ვიზიტი 29 მაისს დასრულდება.